მოგესალმებით, დაუბრუნდით შემდეგი ეპიზოდით, მერვე ეპიზოდით და ჩვენი სტუმარი დღეს იქნება თამას ტუღუში, ფსიქოთერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი ნებასი. როგორ ხარ? დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედით. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან აქტუალური თემაა დღეს ის რა თემასაც განვიხილავთ, ეს ნარკოპრობლემა, ეპიდემია და ღირს რომ ამას ჩაუღრმავდით, მაგრამ სანამ ამას ჩაუღრმავდებით, ჯერ რა ვიცი, გავაცნოთ მაყურებელს, ვინც არ გიცნობს თავი. და შენი ისტორია ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ნათელი მაგალითი ხარ იმისა, რომ ადამიანს შეუძლია ამოვიდეს იმ იქიდან, საიდანაც ბევრს სურს დღეს ამოსვლა. კი. მეც ესეთი აზრი მაქვს, რომ ნარკოდამოკიდებულება ეხლა დაძლევადი ავადმყოფობა თუ ამას ავადმყოფობას დავარქმევთ რა. მე როგორც ჰუმანიტარი ფსიქოთერაპევტი ამას არ უყურებ როგორც ავადმყოფობას, ამას უყურებ როგორც გამკლავების მექანიზმს. იმიტომ რომ ცხოვრებაში ადამიანს ისეთი პრობლემები შეექმნა და მისმა ტრავმატულმა გამოცდილებამ ისეთი ტრავმა გამოიწვია მის ორგანიზმში შიგნით, რომ მისი სტრესგამძლეობა არ არის საკმარისი, რომ ადამიანმა თავისი რესურსით გაართვას თავი ამ სტრესს, რაც მასთან მოდის. და ამ ადამიანს სჭირდება რაიმე საშუალება დაირეგულიროს თავისი ნერვული სისტემა. ამიტომ ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს. ეს ჩემი აზრით არ არის დაავადება, ეს უბრალოდ არის პირიქით. ეს არის გამკლავების მექანიზმი იმ სტრესების მიმართ და იმ დისრეგულაციის, დისრეგულაცია არ ვიცი როგორ გადავთვალე მოკარტულად, იმ დისრეგულაციის მიმართ, რომელიც ამ ადამიანს აქვს მის ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს ეს პირდაპირ არის ბიოლოგიურად, მისი ნერვული სისტემა არ არის მწყობრში და ნარკოტიკით მას ეს მოყავს მწყობრში. ამიტომ არის რომ ნარკომანი მოიხმარს ნარკოტიკს და არა იმიტომ რომ ეს მას სიამოვნებს. ადამიანი, ვინც სიამოვნებისთვის იღებს ნარკოტიკს, იმან შეიძლება დღეს მოიხმაროს. ეს არ არის პროპაგანდა, მე არ მინდა რომ ადამიანმა ეხა ამას შეხედოს როგორც პროპაგანდას და ვინმე შეიძლება წავიდეს და გასინჯოს ნარკოტიკი. არა, მე მაგისკენ არ ვაქეზებ ჩვენს მაყურებელს, მაგრამ ჩემი აზრი და არა მარტო ჩემი აზრი, არამედ პროფესიონალი ფსიქოთერაპევტების და ჰუმანიტარი ფსიქოლოგების აზრიც ეს არის და კვლევების ჩატარდა, რომ სუბსტანცია კი არ იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანი არის თვითონ დამოკიდებულებაზე მიდრეკილი, ამიტომ ნუ რა ვინო წაეთამაშებით, მოდი ერთხელ გავსინჯავ და იქნება მე გადავრჩე, ესე არ არის. თავისთავად. თუ აწარმოებ კონტენტს და გინდა ჩაწერო ვიდეოები, განავითარო შენი პირადი ბრენდი, ბიზნესი, მაშინ podcast corner თბილისი ზუსტად ჩვენთვისაა, სადაც დაგვხვდება პროფესიონალური გარემო, იდეალური აურა და აქ დაგვხვდება ის სიტუაცია, რაც შენს კონტენტს, ვიდეო კონტენტს უფრო წინ და წინ წასწევს. ლინკს დავტოვებ აღწერაში. მე როგორც მსმენია, ეს არ ვიცი რამდენად მართალია, გამიგია რომ დამოკიდებულებაო, მუცელში ვეყალიბდებაო და ეს ადიქციის მიდრეკილება შეიძლება თვითონ ჩანასახშივე იყოსო, ჩადებული კოდიო რა. რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ სხვათაშორის ბევრი პროფესიონალი საუბრობს ამაზე რა. შენი აზრიც მაინტერესებს. რა არის, იცი, ბევრნაირი კვლევა შეიძლება დაიდოს და კვლევა რის ხარჯზე, რომ 100 მაგალითად კვლევის ობიექტიდან 90 ესე არის, ის 10 ესე არ არის. რაღაცა 90 დადებითი პასუხია, 10 არ არის დადებითი პასუხი. თუ მკვლევარი ეძებს მაგას, შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ ახლა გეტყვი მან რაშია საქმე. საქმე იმაში კი არ არის, რომ ადამიანი ნარკოტიკზე მიდრეკილებით ან ნარკოტიკზე დამოკიდებულებით და განწყობით იბადება უკვე რომ ნარკომანიის განწყობით, არა. თუ ადამიანს მშობელი მოიხმარს, ან დედა, ან მამა, ან ორივე. ბავშვის ორგანიზმში გამოიყოფა უფრო მეტი კორტეზოლი, ან სტრესის ჰორმონი, ვიდრე ის ნეირომედიატორები, რომელიც გაუმკლავდება ამ სტრესს. და ამიტომ მე ბავშვს დასრულობაში, ბავშვობაშიც მოუწევს რაღაცა ქცევების ჩამოყალიბება, რომ მიიღოს
სწრაფად ამ ნეირომედიატორების გაკეთოს რაღაც ქცევა ან მოკლედ რაღაცა თამაში ითამაშოს რაღაცა ქნას, რომ ვერ დავალაგე აზრი, რომ გაუმკლავდეს ამ სტრესის ჰორმონს, მისი ნეირომედიატორები. ანუ მიიღოს რაიმე გარემოდან, ან რაიმე ქცევა ჩაიდინოს, რომ მისმა ტვინმა გამოყოს იმდენი ნეირომედიატორი, რომ გაუმკლავდეს მის კორტიზოლს. ეს გასაგებია, ხო? ესე იგი, ზდასულ ასაკში შეიძლება სექსზე დამოკიდებული გახდეს, შეიძლება ვორკაჰოლიკი გახდეს, შეიძლება შოპაჰოლიკი გახდეს, სულ არ გახდეს ნარკოდამოკიდებული. მაგრამ შეიძლება გაცინჯოს ნარკოტიკი და ის გახდეს ნარკოდამოკიდებული. არა იმიტომ, რომ დედამა და მამა მოიხმარდნენ ამას, არამედ იმიტომ, რომ მას არ აქვს სტრესგამძლეობა, ანუ მისი ნერვული სისტემა ვერ უმკლავდება სტრესს. ანუ dysregulation ხდება და ჩვენ მას უნდა რეგულაცია მოახდინოს მისი ნერვული სისტემის. ანუ ეს ყველაფერი მოდის ნერვული სისტემიდან. და მე ირთვება უკვე იქ ტვინის დამჯილდოვებელი სისტემა და ასე შემდეგ. ლიმბურტვინში ხდება ეს ყველაფერი და მოკლედ ამას ძალიან კაი წიგნები არის, როგორც არის მაგალითად ჩარლზ დაჰიგის ჩვევებზე არის. მე მგონი habit ქვია პირდაპირ და ჯეიმს კლიარის ატომური ჩვევები. ეგ კი ძალიან კარგი წიგნია. ჩარლზ დაჰიგს უფრო ძველი არის და ის ძალიან კაი წიგნი არის. Power of habit ქვია სხვათა შორის. ანუ ჩვევის ზალა. იქ 4 კომპონენტი არის, იმ ჩარლზ დაჰიგს 3 კომპონენტი აქვს. მოკლედ იქაც ძალიან კარგი კვლევები დევს. ის წიგნი უფრო აი ჩარლზ დაჰიგის წიგნი უფრო მეტად ინფორმაციულია, ჯეიმს კლიარის უფრო მეტად სისტემური არის რა. ის პირდაპირ ქცევაზე გადაყვავ და მაგით ვარ ჯეიმს კლიარის წიგნი ძალიან კარგი. მოკლედ მან შეიძლება წაიკითხო და გაიგო ეს დამჯილდოვებელი სისტემა როგორ მოქმედებს და კვლევები არის, მაგალითად ძალიან კარგი კვლევა არის ამერიკაში წასული ჯარისკაცების ამერიკიდან წასული ჯარისკაცების იმ ომში, რა ქვია, ვიეტნამის ომში, წასული ჯარისკაცების რაღაცა 80% ხდება ნარკოდამოკიდებული ვიეტნამში. მე ესენი უკან ბრუნდება ეს 80% და ამ 80%-დან 30 იმ წამსვე იწყებს მოხმარებას, ხოლო 50 ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ანებებს თავს, სადღაც 2 წლით, ანუ 2 წლიან რემისიას იკავებენ. ეს ძალიან საინტერესოა, გარემოში რო იცვლება ადამიანის დამოკიდებულება ნარკოტიკისადმი, მაგრამ აი ამ 50%-დან 50-ვე იწყებს ახლიდან მოხმარებას. და მან შეიძლება განმაპირობებელი ასევე ის ხო არ იყოს, რომ პოსტტრაუმული აშლილობა ძალიან დიდი ტრიგერი იყოს იმისა, რომ ადამიანმა დაიწყოს მოხმარება, რომ გაიქცეს ამ ტანჯვას, რაც ომმა ან რაიმე ტრამვამ არ არის აუცილებელი გამოიწვიოს. კი. მოდი მომხმარ სანამ ჩემს ისტორიაზე გადავალ, მოდი იმას მოუყვები, რომ ეს მნიშვნელოვანი რაღაც არის ტრავმა დღეს უგვესმის ხო დავით ტრავმე. ძალიან საინტერესო არის. არც ხანდახან არის ადამიანი, რომელმაც არის მნიშვნელობა ტრავმის რა არის. ყველას გონია რომ ტრავმა არის, როდესაც ადამიანი ან ავარიაში მოყვება, ან ომი იქნება, ან დედა მიატოვებს, ან მამა მიატოვებს. ფსიქოტრაუმაზეა საუბარი. ან ხო. ეს არ არის ტრავმა. ეს არის ტრავმატული გამოცდილება. ტრავმა არის რაც ჩემში მოხდა შიგნით და არა რაც ჩემს გარეთ მოხდა. ანუ გარემოში ტრავმა არ ხდება, გარემოში რაღაცები ხდება თავისით, ჩემ და დაუკითხავად. მაგრამ ჩემში იწვევს ეს რაღაცეები, სიტუაციები, ჩემში იწვევს ნერვული სისტემის დისბალანსი. ანუ გაუცნობიერებლად რაც ხდება, ეგ არის ტრავმა. ეს ნერვული სისტემის დისბალანსი თუ ძალიან გაგრძელდა და მე ვერ მოვახერხე რეგულაცია, ეს არის ტრავმა. ბავშვობაში რომ მამა მიატოვა დედა და ბავშვმა ეს ტრავმა ვერ გადაღეჭა, ასე ვთქვათ, ეს ტრავმატული გამოცდილება. მისმა ნერვულმა სისტემამ აი ამ ქცევით, მამის ქცევის გამო, აი ამ ბავშვის შიგნით რომ გამოიწვია ნერვული სისტემის დისრეგულაცია და ვერ დაბალანსდა თავისით და დარჩა დაუბალანსებელი, ანუ ჰეტეროსტაზში, ხო? ამან გამოიწვია ტრავმა. ჩამოყალიბდა ტრავმა. всё, აი არის ტრავმა. ანუ ტრავმა არის რაც ჩემში მოხდა. ეხლა ტრავმა არის ორნაირი. ერთი არის
ტრავმა, შოკური ტრავმა, რასაც წეგან შევეხეთ, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ომმა, არამედ შეიძლება ავარიამ, ახლობლის დაკარგვამ, რაღაცა მოვლენამ, ამას ქვია შოკური ტრავმა. და მეორე არის განვითარების ბავშვობაში, ესე ქვია developmental trauma, ანუ განვითარების დროს ჩამოყალიბებული ტრავმა. მადლობა. რომელიც შეიძლება იყოს ქრონიკული, ძალიან ნელი, შეიძლება ადამიანს ძალიან ხშირად უთქვია ფსიქოთერაპიაზე, რომ მე ხა მაგალითად არავინ არ მირტყავდა ბავშვობაში. არ არის აუცილებლად დაერტყა ვინმეს ბავშვობაში, რომ მაგითო ჩამოგიყალიბდეს ტრავმა. შეიძლება უბრალოდ დედა გეუნებოდა არიტირო, იმიტომ რომ კარგი მამაცი ბიჭები არტირიან და შემთელი შენი ცხოვრება იკავებდი აი ამ სევდას და ტირილს. ან მაგალითად მამა გეუნებოდა, რომ არ რა იყო ჩმორი ხარ აგეშინია. და ამიტომ შენ ისწავლე შიშის არ გამოხატვა. ანუ ერთი შეხედვით უჩვეულო მოვლენამ შეიძლება ტრავმა დაბადოს და გამოიწვიოს. უშუალოდ დედის სიტყვამაც შეიძლება. კი. და შენ ახლა კარგ რაღაცა შეეხე რამდენიმე წუთის წინ, რაც ახსენე ეს დამოკიდებულებები, იმიტომ რომ დამოკიდებულებები და ეს მიჯაჭვულობები ხო ძალიან მრავალფეროვანია და დიდი რიცხვია, ხო? მარტო სულ ყოველთვის დამოკიდებულება ასოცირდება ამ ნარკოტიკთან, მაგრამ ეგრე რო არ არის, ბევრმა არ იცის და უბრალო აი ეს ერთი შეხედვით უბრალო რამეც კი შეიძლება იყოს დამოკიდებულება, მაგალითად ემოციებზე მიჯაჭვულობა, ემოციებზე დამოკიდებულება, ურთიერთობებზე დამოკიდებულება, საჭმელზე დამოკიდებულება, ტელეფონზე ხო ყველა და ამაზეც მე მგონი ღირს რომ ცოტა ღრმად ვისაუბროთ, იმიტომ რომ სანამ რა თქმა უნდა ძირითადი თემა ეგ ნარკოეპიდემია და ეგ საკითხია, მაგრამ მოდი ეს დამოკიდებულებებზე ზოგადად ვისაუბროთ, რომ ხალხმა გაანალიზოს რა. რა არის დამოკიდებულება? ჩემი პერსპექტივიდან დამოკიდებულება არის წარუმატებელი მცდელობა, გადავჭრა, პრობლემა, რომელიც მიდგას წინ, ეს არის სეპარაციაში, ანუ ავტონომიის მოპოვებაში და მიჯაჭვულობაში, ანუ კონტაქტში. როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსთან. მაგალითად ნებისმიერი დამოკიდებულება ყალიბდება ბავშვობაში. საიდან? მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ, რომ ყველა ჩვენ ადამიანები ვიბადებით ექსტრემალურად დამოკიდებული ჩვენ მშობელზე. ანუ პირდაპირ დამოკიდებულებით ვიბადები მშობელზე. მშობელზე ვარ დამოკიდებული ყველაფრით, ხო? მაჭამოს, მომიაროს, დამიცვას, მომეფეროს, თორე სხვაგარად რა მომივა, მოუკვდები. პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის. ესე იგი, მთელი ჩემი ნერვული სისტემა და ფსიქოლოგია მოწყობილია ერთი მისიის გარშემო, რომ გადავრჩე. და როგორ უნდა გადავრჩე პატარა რო ვარ, ანუ მიჯაჭვული უნდა ვიყო ვინმეზე, ანუ დამოკიდებული უნდა ვიყო ვინმეზე და მე აი ამ დამოკიდებულებას ვიცავ მთელი ჩემი არსით. და მე აი პატარა რო ვარ და შემოვიდა ჩემს ორგანიზმში ესეთი გრძნობა, როგორიც არის მაგალითად ბრაზი. და მაგალითად დედა, რომელიც მთელი დღე მუშაობდა, მოვიდა სახლში პირობითად და ხედავს ბავშვი როგორ ბრაზდება, ვერ უძლებს მის ბრაზს და ეუბნება, ნუ ბრაზდები, კარგი ბავშვები არ ბრაზდებიან. ბავშვს ნახე ხა აი ამ მომენტში რა უწევს. ან უნდა იყოს ავთენტური და გამოხატოს ბრაზი, ან უნდა თქვა, ან უნდა ხო, შეუძლია იყოს ავთენტური და გამოხატოს ბრაზი, მაგრამ ამის გამოხატვის ეშინია ბრაზის, იმიტომ რომ დედა მუთხრა არ უნდა გაბრაზდეო, იმიტომ რომ თუ გაბრაზდა, მას გონია რომ დედა მიატოვებს და ის მოკვდება. ანუ აღარავინ აღარ მოუვლის და ირჩევს დამოკიდებული იყოს დედაზე, ვიდრე იყოს ავთენტური და ავტონომიური და გამოხატოს ბრაზი. ეს ისეთი მაგალითია რა, ადვილი მისახვედრი, ხო? ჯერ კითხვა არ გაჩენილა. ოკეი. ესე იგი, ბავშვი ირჩევს ამას, აუცილებლად. ეხლა ეს მე დიდობაში როგორ გამოვლინდება, ხო? ზრდასრულობაში ეს ადამიანი ყოველთვის თავის ბრაზს არ გამოხატავს. და ნებისმიერ ურთიერთობაში რო შევა, არ შეიძლება საზღვრის დასმა. ანუ ვერ დასვავს საზღვარს.
ადამიანთან. ვერ ეტყვის ადამიანს არას. იმიტომ რომ მან რო არა თქვას, შეიძლება ისე ვახსოვს, რომ შეიძლება დაკარგოს ამ ადამიანთან ურთიერთობა. ეხლა ნახე რა ხდება. ეს შიში ბავშვობაში რაც აქვს და ეს შიში ნამდვილი არის. იმიტომ რომ ბავშვმა ისე ვიმეორებ, რომ დაკარგოს ურთიერთობა დედასთან, ის გარდაიცვალა, მაგრამ დიდობაში ხო მე და შენ, ხო? შეიძლება ურთიერთობაში ვინმე მიგვატოვოს, მაგრამ ამის გამო ჩვენ არ მოვხვდებით. ხო ისევად. ამას ჩვენ ვიაზრებთ, მაგრამ ღრმად ჩვენს ნერვულ შრეზე, ანუ იმ დონეზე, სადაც ნერვული სისტემა მუშაობს. ჩვენ ისევ იმ ბავშვობაში ვარდებით და იმ ბავშვის პერსპექტივიდან უყურებთ სამყაროს. და ისევ გვეშინია უარი უთხრა ვიღაცას რაღაცაზე, რომ მე მგონია, რომ დავკარგავ ამასთან ურთიერთობას და მე ისევ მოვკვდები. იმას ვერ ვიაზრებ, რომ მე უკვე დასრული ვარ და მე არაფერი არ მომკლავს, აღარ მჭირდება გადარჩენა. კი. ანუ ამითი გადარჩენა რა. მე ხო შეიძლება ჩამოყალიბდეს ძალიან ბევრი აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა, მათ შორის მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, შფოთვითი აშლილობები. შფოთვითი და კი. ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ზუსტად ეგ ბავშვობა იყოს მაგაში. ბავშვობაში რომ მე მიტოვებულობა არ განვიცადე მიტოვებულობა და ეს შიში მაქვს რომ მიმატოვებენ და ამის გამო მე რაღაცნაირი უნდა ვიყო რომ არ მიმატოვონ, იმიტომ რომ მე მოვკვდები, ხო? ეს შიში უკვე დასულობა შიში აღარ არის, ეს არის უკვე შფოთვა, რომელსაც მე ვერ ვარქმევ სახელს, რატომ მეშინია რომ მიმატოვებს ჩემი მეუღლე, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი არის, რომელიც ჩემი ერთგული არის, მაგრამ მე სულ ეჭვი მაქვს რომ ის მიმატოვებს, იმიტომ რომ რაღაცა არ მომწონს. და ჩამოყალიბდა მასზე მიჯაჭვულობა. კი, აი ზუსტად ეგ არის. გადაჯაჭვულია თითქოს ეს ყველაფერი რა, სტრუქტურას ეხა შენ ისე სწორად ხსნი რა, რომ ადამიანს შესაძლებლობა აქვს დაინახოს მთელი ეს მექანიზმი როგორ მუშაობს და გაანალიზოს რა. და რეალურად თვითრეფლექსიაც შეუძლია მოახდინოს, მაგრამ თუ ვერ ახდენს, შეიძლება მოვიდეს შენთან, მსგავსი პროფესიის ადამიანთან და ეს მოახდინოს და რეალიზდეს. კი, გალეროა ნახე, ორი პერსპექტივა არის რა, ძალიან გაადვილდა, ძალიან ადრინდელი ეს ფსიქოანალიზი, გეშტალტ თერაპია, ძალიან საპატივცემულოა, ძალიან დიდი ისტორია აქვს, რომელმაც ის ფსიქოთერაპია შექმნა, რომელიც ახლა უჯრედისულ დონეზე ჩავიდა რა, უკვე ნერვულ დონეზე მიდის ფსიქოთერაპია. შეიძლება ფსიქოთერაპია საერთოდ უსიტყვოდ წავიდეს. აი ეს უსიტყვო მხარდაჭერა მიცი ადამიანს რა. ეს არის რელაციური მოდელი. relational model, ეს neuroaffective უნიკალური გამოვლინება. ხო, ემპათიის და compassion-ის როგორ არ ვიცი ქართულად, მხარდაჭერის უსიტყვოდ აი ესეთი მხარდაჭერა გამოვლინო ადამიანს რა. და აი ზუსტად აი ამ სიჩუმეში ადამიანი attunement ძალიან კაი სიტყვა არის. შეესაბამება ერთი ადამიანი მეორე ადამიანის ნერვულ სისტემას. და თერაპევტის ეს სიმშვიდე გადადის კლიენტის გადააქვს სიმშვიდეზე, ანუ აქ გადატანა ხდება კლიენტის მხრიდანაც და აქედან მოდის უკვე პარადოქსალური ცვლილება, რომ აი თერაპევტი იღებს ამ ადამიანს გიშფოთვას და ასე შემდეგ და ისიც სიცხადე შემოაქვს თითქოს, იმიტომ რომ შენ რაღაცეებში რაშიც დაბინდული ხარ, ვერაფრით ვერ იგებ რა სახელი რას დაარქვა, უბრალოდ გაცნობიერებინებს ფსიქოთერაპევტი იმას, რასაც შენ უბრალოდ წარმოდგენა არ ქონდა, ხო? კი. აი მე რა შემიძლია ჩემის მხრიდან შევხედო, იცი? კი ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ეს ფსიქოლოგია, ეს თერაპიაც ყველაფერი, მაგრამ მე ჩემი მიმართულება მგონია, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რაც არის უშუალო ჯანსაღი ცხოვრების წესი. და მაგას მერე შევეხები თუ რამხელა გავლენა აქვს ფსიქიკაზე და ცხოვრების წესზე ვარჯიშს, იმიტომ რომ ორივე ვარჯიშობთ რაღაცა. და ეს უმნიშვნელოვანესი რამეა ჩვენი ფსიქიკისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ყველა ნაბიჯი სწორად გადავდგათ, მაგრამ თუ ჩვენ პარალელურ რეჟიმში არასწორი ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ხო, ძილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია აღდგენისთვის და ფსიქიკისთვის, კვება, მე პირადად ვთვლი, რომ კვება ძილზე მნიშვნელოვანია, მაგრამ
მინიმუმ მეორე ადგილზე მაინც უნდა დავაყენოთ ვარჯიში, იმიტომ რომ ამ ჯაჭვის გარაშე მე ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო დიდი შედეგი ვერ მივიღოთ. ძალიან მაგარ რაღაცას მეუბნები, რა ჩემი საყვარელი ფრაზა არის, ეს ესე ვამბობ რა, რომ მითხრა რომელს აირჩევ მენტალურ ჯანმრთელობას თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას. მე აირჩევ ფიზიკურ მეც, ჯანმრთელობას. იმიტომ რომ მოყვება იმას მენტალური ჯანმრთელობა. აი შანსი არ არის რა, რომ ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელი არ იყოს და მენტალურად ჯანმრთელი იყოს. მისი მენტალური ჯანმრთელობა 100%. არ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდება. თავისთავად, ცხადი არის. და თუ ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია, მენტალურ ჯანმრთელობას ის უმიაღწევს. უნდა მოინდომოს უმიაღწევს. აი მაგალითად ჩვენთან ტიპი მოვიდა და გეუბნება რომ სანდრო მაქვს ესეთი პრობლემა. დეპრესია მაქვს. შენ რას უჩვენ? მიდდა წიგნი წაიკითხე? არა, ხო, წამოდი გავისეირნოთ. მე ჩემ მიდგომას გეტყვი როგორ. წამოდი გავცუროთ, წამოდი გავისეირნოთ რა. რომ თუ ფსიქოთერაპევტი არ ხარ, ურჩევ რა, წამოდი რაღაცა გავაკეთოთ. თუ გაწუხებს ჭარბიწონა, დეპრესია, შფოთვები და ვერ გიშველო ვერც წამლებმა, მედიკამენტებმა და ვერანაირი გამოსავალი ვერ ნახე, გთავაზობ ორთვიან სამკურნალო კვების პროგრამას, რომელიც დაფუძნებულია ინტეგრაცია ელიმინაციაზე და პროდუქტთა კომბინაციაზე, სწორ კომბინაციაზე, შეგიძლია პირადში მომწერო Instagram-ზე სიტყვა სტრუქტურა და აუცილებლად დაგეხმარები, რომ საბოლოოდ გათავისუფლდე ამ ტანჯველი ციკლიდან და შენი თავის უკეთესი ვერსია მიიღო. მაგრამ ნახე აქ მე მაქვს ესეთი მიდგომა. მე ვინაიდან ფსიქოთერაპევტი არ ვარ, მაინც მუშაობ დეპრესია და შფოთვით ადამიანზე, ოღონდ რითი. მე უშუალოდ კვებით მუშაობ. მე იქ ბავშვობაში და რაღაცებში არ დაუზრომიალობ, მაგრამ მე უცვლი მას ცხოვრების წესს ისე, რომ მასში ეს ნეიროტრანსმიტერები, ეს ყველაფერი ლაგდება ისე, რაც არეული იყო, რომ უმეტეს შემთხვევაში აღწევს ძალიან დიდ წარმატებას. აი მოკლედ რო ვთქვა, სიტყვაზე მოვიდა ჭარბწონიანი ადამიანი, შფოთვის მქონე ადამიანი, დეპრესიის მქონე ადამიანი და რა ვშვები, ხო, ჩემი კომპეტენცია არის, რომ მას დაუწერო ისეთი კვება, რომ არა მარტო წონაში დაიკლოს. არამედ ამოვიღო ელიმინაცია მოახდინო იმ საკვებების, რაც პირიქით შფოთვას ათრიგერებს, თუნდაც გლუკოზას, შაქარი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს დამტკიცებულია, რომ მართლა პროვოცირებას ახდენს ადამიანის ორგანიზმში შფოთვისა და ტრიგერები, მაგალითად კოფეინიც ხო ტრიგერია. შეიძლება ადამიანს დაათრიგეროს ადამიანი კოფეინმა და იმას ეგონოს, რომ რაღაცა ტრამვირებულია, ან რაღაცა შფოთვის მიზეზი სხვაგან ეძებოს. აი, ეგეც უნდა გავმიჯნოთ, რა არის მართლა ტრამული, ფსიქიკიდან რა მოდის და ბავშვობიდან და რა მოდის თუნდაც არასწორი ცხოვრების წესისგან, ხო? და სხვათა შორის ძალიან კარგი რეზულტატები გვაქვს და კი. ვიმედოვნებ ორივე კომბინაციაში კარგი უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა შევეხეთ ახლა რა. ანუ ფსიქოთერაპია და ფსიქოთერაპიაზე სიარული არაფერია თუ მე ეს არ გადავიტანე ჩემი ცხოვრების წესში. არაფერია, ანუ ტყუილა არის. ანუ მთელი არსი ის არის, რომ მეც მაშინ ხვდები, რომ ჩემი მუშაობა და ჩემმა რაღაცა შედეგი დავდევით ერთად, მე და ჩემმა კლიენტმა, ის რომ კლიენტი მოდის და გეუბნება, რომ მე ვარჯიში დავიწყე. ან მე რაღაცა გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგალითად ქცევით კონტრაქტს, ანუ ქცევით დაკვეთას არ ვიღებ თერაპიაზე რა. მე რატომ? იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია თვით საბოტაჟისკენ. გეთახმე. ანუ მოვა გეტყვის, მოდი ეს გავაკეთოთ და მე როგორც კი მაგალითად წონაში დაიკლებს, ეგრევე დაიწყეს მომატებას, ხო? ძალიან ხშირი ხო? ძალიან ხშირი, ეგეც ხშირი. მე არ ვიღებ მაგ დაკვეთას, მე მირჩევნია გავიგო და შევისწავლო აი ამის უკან რა დგას. რა არის ის, რომ რა გამოწვევების წინაშე დგება ეს ადამიანი, როდესაც იწყებს აი ესეთ დაურეგულირებელ ჭამას. რაში იყენებს ამას? რას შფოთი აქვს ამ დროს? ხო, რას ემსახურება ეს უფრო მნიშვნელოვანია და ამის გარკვევიდან და აი ამაზე მუშაობის მერე ადამიანი უკვე თავისით აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. გეთანხმები 100%. ივარჯიშოს თუ როგორ ის თავისით მივა იქამდე რა. ეს
ეს არის ჩემი ჰუმანიტარული თერაპიის მიდგომა ესეთი არის რა. და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომაა კი, რა. ანუ ქცევის უკან მუშაობთ. თორე არსებობს ძალიან კარგი მიდგომა cognitive behavioral therapy CBT, რომელიც პირდაპირ კოგნიციას და ქცევაზე მუშაობს. ამ გაცნობიერების აქცე, ხო? ნუ ქცევაზე მუშაობს. ვინაიდან დამოკიდებულება არ არის ქცევითი აშლილობა, შეიძლება გონიერ ეს არის behavioral disorder, ეს არ არის და ძალიან ხშირად არის რომ ხვდებით რომ ეს OCD არის ამბობენ. არ არის ეს OCD, გავს OCD-ს. შეიძლება OCD-ს, ანუ obsessive compulsive disorder-ის როგორ არის? კომპულსიური, ობსესიური აშლილობის პიროვნება შეიძლება იყოს ამავდროულად დამოკიდებული. მე ეს არ ვარქმევ რა დიაგნოზებს არ მომწონს საერთოდ, მაგრამ ვიცი ახლა რა თქმა უნდა. ხო? სხვათა შორის რამოდენიმეჯერ ჩავიჭერი ფსიქიატრიაში. ბოლოში ყველაზე მაგის ჩაბარება. სწავლობდი მაგასაც, ხო? ხო, რა თქმა უნდა. დავამთავრე ფსიქოლოგიური. ხო, მშვენიერი. ამიტომ ხო, OCD-ს მქონე, მაგრამ ძალიან გავს, ანუ დამოკიდებულება ძალიან გავს OCD-ს რა. ამიტომ არ უნდა შეგვეშალოს ეგ რაღაცა, ხო? ესე იგი დამოკიდებულება არაა ქცევითი და არც კოგნიტიური. არც ოფსეს, ანუ კოგნიტიურიც არ არის. ეს არის უფრო უკან ემოციურ ნერვული სისტემის რეგულაციიდან მოდის. ანუ მე ამას ვაბალანსებ. ამიტომ ჩვენ ადამიანს შეგვიძლია შეუცვალოთ ქცევა, მაგრამ რა წამს კი ის ადამიანი მოხდება იმ გარემოში, სადაც შეიძლება ეს ქცევა მატრიგერებელი რაღაცა სიტუაცია მატრიგერებელი გახდეს ამ ქცევის. ეს ადამიანი აუცილებლად დაუბრუნდება მოხმარებას. მაგალითად, ეხლა ჩემ ისტორიას მოვყვები, ხო? ძალიან ბევრჯერ სადე ნარკოტიკის გადაგდება. ძიმეზე იყავი, ხო? მე მოვიხმარდი ყველანაირ ნარკოტიკს, ანუ დავიწყე ყველაზე ისეთი უნებელი ნარკოტიკს რო იძახენ და ყველაზე მავნე რო არის, მოსაწევით დავიწყე. მოსაწევამდე ჯერ დავიწყე ვიყავი დამოკიდებული კომპიუტერულ თამაშზე, ესეთი World of Warcraft-ი იყო, თუ გახსოვს, RPG თამაში არის, სადაც თითქოს და გარემოს გაურბიხარ და იქ ცხოვრობ. იმ რეალობაში ცხოვრობ, ხო? მე გაურბოდი რეალობას ურთიერთობებით, შეყვარებულობად. ასაკი? 15-16 აი უკვე 17 წლის ჩემი ნარკომანია და ეს გამორფინისტება რომ დავარკვათ გახდა აი ერთ დღეში გავხდი მორფინისტი რა ესე ვთქვათ რა ანუ აი 16 წლამდე არასდროს არაფერი არ მქონდა მიღებული 16 წლის ასაკში მოუწიე პლანი და всё იმ დღეს ვთქვი რომ всё აი ეს ყოფილა ძალიან მაგარი რაღაცა და აქამდე სად ვიყავ ანუ ამან შორს შეგატოპინა ხო და მალევე მე დავიწყე ანუ არაადეკვატური მოხმარება დავიწყე რა მოსაწევს ჩემი ირგვლივ ჩემი მეგობრები თუ პატარაობაში ხო მოვწევდით და ჩაულებრიოთ მე იმ დღეს რო ვიყიდიდი ვფიქრობდი ხვალ და მეშოვა ფული რომ მეყიდა მოსაწევი ანუ ერთი ბანკა მოსაწევი რომ მქონდა მაგალითად ხო რაღაცა 5 კილოც პარკებით მქონია ხო რომ მქონდა ვფიქრობდი აი ესო დამიმთავრდება მე რა ვქნა ანუ წინასწარმეტყველობდი უკვე ანუ იმასაც ვერ ვირგებდი რომ მე кайფა რა ანუ რო უყურებ ტიპები ეწევდნენ რაღაცა кайფობდნენ მე იმაზე ვერ ვიყობდი ეხა ეს რომ მორჩება აი ეს რა ვქნა მე ანუ ირაციონალური შიში ქონდა ხო და ეხა რა შიში მქონდა რომ ჩემი ნერვული სისტემა ამის გარშე დარჩება რა ვქნა იმ ნერვული სისტემით როგორიც ვარ მე დავიწყე მოხმარება უკვე რაღაცა სუბოტექსის მე დაპირესე გადახვედი სუბოტექსი. ო ეს ნაკლად. სუბოტექსი მე გაწყდა ერთ პერიოდში და იყო კუსტარული ნარკოტიკები, როგორც არის პერვინტინი და დეზომორფინი, როგორც არის ცნობილი ვინტის და კრაკადილის სახელით. მოვიხმარდი 3-4 წელი მაგას, მე წავედი ევროპაში ვცხოვრობდი რამოდენიმე წელი, იქ უკვე დავჯექი ესე ჰეროინზე. მოვიხმარდი ჰეროინს წლები, მე ჩამოვედი საქართველოში, მანამდე რამოდენიმეჯერ პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავი, ანუ ციხეში მოვხდი. იქ უცხოეთში? არა, აქ. 2011-12 წლები, მე წავედი უცხოეთში, ჩამოვედი და კიდე დამიჭირეს. სტიმულანტებზეც ხო არ იყავი? კი.
მოვიხმართ ვინტი რა, სტიმულატორი. აი ამებს გულისხმობ აი ამ ამფეტამინი და მე ვეღარ მოვესწარი მაგას. კიდევ კაი. კიდევ კაი, ღმერთმა დაიფარა რომ მაგას ვერ მოვესწარი, იმიტომ რომ მე თავიდანვე აი ეს მიდგომა რომ აი ძალიან ბევრი უნდა მომეხმარა, ალბათ ეს ერთი მაგდენი რომ მომეხმარა, ეხლა ეს ალფა PVP რასაც მოიხმარა, შეიძლება ჭკუიდან გადავსულიყო. აუცილებლად ჭკუიდან შეიძლება რა, აუცილებლად ჭკუიდან გადავიდოდი რა. რამოდენიმეჯერ მოხმარებული მაქვს ესე რაღაცა 15-10 ჯერ, მაგრამ რომ მეტი რომ ესე რომ წლები მომეხმაროს არ იყო რა, იმიტომ რომ როგორც კი ამფეტამინი გავსინჯე, ეს იყო 2018 წელი, იმ წელსვე წავედი რეაბილიტაციაზე რა. ანუ ეს იყო პიკი უკვე, ხო? ხო. ეს იყო უკვე ხაზი რო გადასმული რა საკუთარ თავს. ანუ შენი დამოკიდებულება დაახლოებით გაგრძელდა რამდენ წელიწადს დასაწყისიდან იმ მცირედიდან პიკამდე. 2006-დან 2018 წლამდე რა. კარგი დიდი დროა. ხო, მაგრამ ეს მაგას გეუბნები რა, ეგრევე დავიწყე და ჟოსტკად დავიწყე ინტრავენური მოხმარება დავიწყე და იმის მერე ინტრავენულად მოვიხმარე. ალბათ ეს ნუ აი ბოლო 7 წელი ყველაზე ისეთი პერიოდი. ეს ეგრეთ წოდებული ლომკებიც ძალიან მძიმე გექნებოდა, ხო? კი, რა თქმა უნდა, აბსტინენციის სინდრომი კი. მაგრამ მაინც რაღაცა ორგანიზმი მქონდა, რომ სულ ადვილად თუ ოლახავდი ხოლმე რა. ძალიან ბევრი მცდელობები მქონდა. სხვადასხვა ხერხი ვცდილობდი. ეს იყო სახში, დაჩაზე თუ დაჩა როგორ არის ქართულად? აგარაკზე, ხო. მეგობრებთან ერთად წამლის გადაგდება მონასტერში ძალიან. არა უბრუნდებოდი, ხო? უბრუნდებოდი რა. ძალიან ხშირად მონასტერში, სხვათა შორის ძალიან ხშირად ღვთაების მონასტერში დავდიოდი. მამა ბენიამინთან და ჩებოდი ხოლმე კელიაში იქ ბერებთან ერთად და ძალიან მეხმარებოდა და ძალიან კარგად გრძნობდი იქ თავს, მაგრამ ჩამოვდიოდი თუ არა ვიწყებდი მოხმარებას. სულ ვიძახდი მე იმას, რომ მე რომ არ მენახა ეს გზა, ალბათ იმ გზაზე წავიდოდი, ანუ ღმერთმა ეს გზა მაჩვენა რა და ამ გზით წავედი რა. შეიძლება ამ გზით უნდა წავსულიყავ. ეხლა შენ ყვები ფსკერის გზას, ხო, უშუალოდ ეხლა რასაც შევეხეთ ამ მომენტში. ხო, ხო, ვინც არის ისა ეს რომ აუხსნა ადამიანებს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ის ადამიანი, ვინც ეხა ამაში მაიმუნობს და გონია რომ ეს მას არ მოუვა, ეს მას არ შეეხება, აი შენი პირადი გამოცდილებით რომ უთხრა ადამიანს რა. მახსოვს ერთხელ რომ მარიხუანას გამოსართმევად ავედით, მე და ჩემი ბავშვობის მაკაცი, ეხლა ძმაკაცობ იმ ადამიანთან, ავედით ნარკომომხმარებელთან რა, ჩვენზე დიდი იყო რამოდენიმე წლით ჩემ ეზოში და რო ავედით აი ისეთი სიტუაცია დაგვხდა, ხალებ, ბაკ, გოგოები, ბავშვი პატარა, დიდბინაში ავედით რა და იქ შევედით რაღაცა ოთახში, ვენაზე გადაჭერილი ჯგუტები, იქ სისხლი, იქ რაღაცა მოხარშვა, იქ ბავშვი ძაღლთან ერთად ამ ძაღლსპირში უდევს ეს ბავშვი სათამაშოები ბავშვიანა, იქ ვიღაც ქალი პახში იქეთ. მოკლედ საშინელება ვნახე რა. მაშინ იმ მომენტში რა. და სანამ შეტოპავდი. ხო, მაგას გქონდა პლანზე ავედი, რომ მარიხუანა გამომერთმია ამ პიროვნებისთვის რა. და ეს მთელი ამბავი რომ ვნახე, ეს ჩემი ძმაკაცი ავიყვანე რა, მე მივიყვანე და რო გამოვედით იქიდან, ამ ჩემ ძმაკაცს ვეკითხები, რომ მეთქი ესეთი რამე ჩვენ ხო არასდროს არ მოგვივა მეთქი რა და არა როგორ მოგვივა და რამე და ხო არ მოგვივა რა თქმა უნდა და ალბათ წელიწად ნახევარში ზუსტად ეგეთ ამბავში მე ვიყავი რა უკვე რა. ანუ აი ის არის რომ არავის არ ეგონოს რომ მე ამას თავიდან აიცილებს რა ეს მე არ დამემართება კაცო მე დროის ამბავია რა და კი ესე მაგიტო ვამბობთ ახლა რომ აი ეს მე ძალიან მომხრე ვარ სავალდებულო რეაბილიტაციის რომ მშობელმა კი არა აცალოს წაუყენოს შვილს დილემის წინაშე დააყენოს რომ ან სახლიდან წახვალ ძმაო და რაც გინდა ისქენი ან მოდი და ეს გზა გავიაროთ, რასაც სარეაბილიტაციო გზა ქვია რა და მე ჩემთან ერთად რეაბილიტირდები. ხო, აი ეს დეტალურად რო გამიხილოთ, როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა ბალანსი სიტყვაზე მშობელმა, რომ
არც დაჭერისთვის გაიმეტოს შვილი და თან რო არ მიყვება, მაინც სადღაც მივიდნენ რა. ისე რომ არც ცლად ზალადობრივი არ გამოვიდეს. აი, როგორ უნდა დავიცოთ ეს უფლებები ადამიანის? ესეთი ძალიან კარგი თერაპია არის, მე ძალიან მომწონს internal family system therapy ესე ქვია რა, ადამიანს უყურებს ეს თერაპია ადამიანს უყურებს როგორც multi-psyche, ანუ ბევრ ფსიქიკიანს. აი მაგალითად შენ გქონია ესეთი რაღაცა, რომ შენ თავში რამოდენიმე ხმა კი არ გესმის, ანუ ერთმანეთს ეწინააღმდეგები რა. ხო, აზრები და აზროვნების დროს კი. არა, მე მგონი ჯობია რომ გავაკეთო და ასე შემდეგ და ერთმანეთს ეწინააღმდეგები. აი მაგალითად დიეტაზე ვარ. და საღამოს არ უნდა ვჭამო და მაცივარი გამოვაღე და არ შეჭამო აქედან და არა რასაკეთებ არ გწვენია ეს ერთხელ მიდი ბიჭო და რა. ამას ახლა ფროიდმა შემოიტანა ეს ხო სუპერ ეგო და მოკლედ ეს internal family system therapy ესე უყურებს ამას რომ ჩვენ თავში ვარისო აი ესეთი ხმებიო რა და ესეთი ხმები ესეთი ნაწილებიო therapy of parts ესე ქვია კიდე მეორე და ესეთი ნაწილები არისო რომლებიცო ყველას აქვსო რა არისო პროტექტორებიო ანუ ცველი ნაწილები არისო და არისო exile-ებიო გარიყული ნაწილებიო რა გარიყული ნაწილი არის რომელიც სისტემაში უნდა შემოსვლა მაგალითად სირცხვილი და მაგალითად ეს მცველი ნაწილი ამას არ უშვებს აქ. ამ მცველ ნაწილებს აქვს ორნაირი რაღაც. ერთი არის რომ მაგალითად მენეჯერული ნაწილები და მეორე არიან რადიკალები. Firefighters ეძახის. ეს firefighters-ები არიან ზუსტად ნარკოტიკი, ხელების გადაჭრა, საკუთარი თავის ზიანის მიყენება, კვებითი აშლობი ყველაფერი ეს რადიკალი ნაწილები არის. ესე იგი, აი ამ აქედან რომ ვიმსჯელოთ, ადამიანი მოქმედებს რადიკალური ნაწილით. თავისი რადიკალური ნაწილით მოქმედებს. აქედან მშობელიც მას უნდა დაუდგეს ალბათ რადიკალური ნაწილით. იმიტომ რომ ეხლა ამას ემპათიით დაუდექი პრობლემას მალევე ვერ მოაყარებ. ანუ წლები შეიძლება დაჭირდეს და ისეთი ნარკოტიკებია ეს ადამიანი მოკვდება. მაგრამ არც გვინდა რომ გავწიროთ ციხისთვის. არც გვინდა რომ გავწიროთ ციხისთვის, იმიტომ რომ ციხეში ეს ამიტომ ბალანსი სად არის? მშობელი შვება ესეთ რამეს. რადიკალურად უდგება. კი ხარ ჩემი შვილი, მაგრამ ან წადი სახლიდან, ან წამოდი რეაბილიტაციაზე. და მათ კიდე ერთი საკვანძო მომენტია. ეს შვილი ხო არაადეკვატურია იმ მომენტში ალბათ ალფა პვპ-სგან ან ამფეტამინისგან ან რამე ისეთი ნივთიერებისგან რაც სრულიად დელუზიებში ამყოფებს ადამიანს და შეიძლება პირიქით წავიდეს დაუპირისპირდეს თავის მშობელს, ხო? აი მანდარი რა ეს რო ადეკვატური იყოს კიდე მესმის ეს რასაც ამბობ რომ ეს დაუყენო ეს პირობა, მაგრამ ის სულ სხვანაირად ხარ შავს ხო იმ მომენტში. ეს როგორც მშობლებისთვის რო განვაცხადოთ, ასევე ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ალბათ მაგ ადამიანები ვერ გაიაზრებენ ამ მომენტში. ძალიან ხშირად, აი ზუსტად მაგ მომენტში ძალიან ხშირად მაქვს კამათი ხოლმე ადამიანებთან რაზე. ეს ხო მისი არჩევანია, მეკითხებიან, არ არის ეს მისი არჩევანი, იმიტომ რომ მის ფსიქიკას არ აქვს არჩევნის გაკეთების საშუალება. არჩევანი არის ძალიან nature როგორ არის მომწიფებული პიროვნული თვისება. ანუ არჩევანი რო გავაკეთო, ეს მე მინდა ნახდა და რასაც ვაკეთებ, რო ვაკეთებ, ეს ჩემია. თუ ეს უნდა გავაკეთო. ამ ძალიან დიდი თვითრეფლექსია ჭირდება. ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც მუშაობს ტრამვიდან გამომდინარე იმპულსით, თითქოს მისი რეპტილიური ტვინით მუშაობს, ანუ მოგრძო ტვინით მუშაობს. მან ნეოკორტექსი საერთოდ არ არის. ლოგიკური აზროვნება, რაციონალიზაცია არ არის. იქ ყველაფერი მოშლილია იმ მომენტში. იმას ძალიან დიდი რეაბილიტაცია დასჭირდება. ეხლა მე ნეირომედიცინაზე არ გადავალ. ფაზიანი, ხო? კი, რამოდენიმე წლიანი. და ამიტომ ამ ადამიანს რომ ვამბობთ, რომ კაცო ერთის მხრივ უყურებთ როგორც დაავადებულ ადამიანს, რომელსაც საღი აზრი არ აქვს და მეორე რიგში ვიძახით რომ წამოდი ეს ადამიანი იძულებითი სიტყვა არ მიყვარს სავალდებულო რეაბილიტაციაზე ავიყვანოთ, მან დირღვევა ამ ადამიანის უფლება. მაგრამ აქაც ხო დარღვეულია უფლება.
დედის უფლება, ოჯახის უფლება, გარემოს უფლება და თვითონ ეს ადამიანიც არ არის ამ დროს საღაზრზე რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ალბათ რაღაც დოზის სიმკაცრე აუცილებელია. სავალდებულო რეაბილიტაცია და არა ციხე. ციხე რატო არაა გამოსავალი? ციხე არ არის დაცული ადგილი, სადაც ეს თავს დაცულად იგრძნობს, სადაც ეს იგრძნობს რომ შეიძლება გაიხსნას და დაილაპარაკოს თავის ტრავმაზე. ციხეში ამას ვერ გააკეთებს, რადგან ციხე რა არის, ხო? სისტემა სადაც უნდა გააკონტროლონ და სისტემა რომელშიც ის დამცირებულია. ანუ всё, მე კრიმინალი ვარ, მე უკვე ვიცი რომ იმ საზოგადოებას აღარ მივეკუთვნები და უფრო გარიყული ხდება ადამიანი. ეს ადამიანი პირიქით უნდა წამოვიყვანოთ რეაბილიტაციაზე, სადაც პროფესიონალი ადამიანები იმუშაობენ ნდობაზე. და სიტყვაზე შეგიძლია მენდო და სტატისტიკაც გვაქვს, რომ აი ეს სავალდებულოდ მოყვანილი ადამიანები როგორ დედამის უეუბნებით რომ ეხლა ჩვენ მოვალთ მეც მივსულ ვარ და ჩვენი ბიჭებიც მივსულ ვართ. შეიძლება ცოტა გაუგზალიანებია კიდევაც ეს ადამიანი, მაგრამ გვითქვია რომ ეხლა დაურეკა მოვა პატრული. დაგიწერენ რა ქვია იმას როგორ ქვია მაგას დამავიწყდა. მოგეთ რომ ვერ მიდიხარ რა, შემაკავებელს და მოგიწევს სახლიდან წასვლა. ამ ყველაფრის, აი ამ სცენარს ან შეიძლება დაგიჭირონ. ამ სცენარს არ გირჩევნია ახლა წამოხვიდი სარეაბილიტაციო ცენტრში და ნახო 2 კვირა რა ხდება. რა თქმა უნდა და მე გეთანხმები. კი, თავიდან ჩვენ მივდივართ ის პატრულის თანამშრომელებს შეიძლება კვალიფიკაცია აუწიოთ ამ ადამიანებს და მივიდეს და ამ ძალოვანმა სტრუქტურამ იგივენაირად აუხსნას როგორც ჩვენ აუხსნით, მაგრამ სად ის ადამიანები რო აუხსნით, რომელსაც ეგზა გავლილი გვაქვს, ხო? ვეუბნებით რომ მეც ვიცი რასაც განიცდი ახლა და ვიცი რომ გეშინია და გტკივა მესმის ეგ. მაგრამ წამოდია ჩვენთან ერთად და ნახე ეგ 2 კვირა. ან მაქსიმალურად უნდა აგრძნობინო რომ უსაფრთხო გარემოში მიყავს და არა საგიჟეთშია. კი, უსაფრთხო გარემო არის, სადაც ადამიანი მიხვდება რომ აქ შეიძლება გაჩერება და მე უკვე ხედავს რომ სხვა ადამიანები არიან მხიზლები, სხვა ადამიანები როგორ იმ ისტორიით როგორიც მასა აქვს, იმ ტკივილებით როგორიც მასა აქვს და ანონიმურობას დაცულია, ხო რა თქმა უნდა. ანონიმურობას დაცულია, ხო, იმიტომ რომ ზოგს სირცხვილის გზნობა ეს შიშები აპრკოლებს ხო ხდებით და რა თქმა უნდა. და ჩვენ უქმნით იმ გარემოს, სადაც ეს ადამიანი ნამდვილად შეიცვლება. მე ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ციხეში, ნარკოტიკის გამო და რო გამოვსულ ვარ პირდაპირ კარებთანაც მომიხმარია. და რო გამოვსულ ვარ 3 თვეც მქონია რემისი რომ ვაიმე მე მაგას მე არ მოვიხმარ. ხო, ანუ მიუხედავად იმისა რომ შენ ციხეში ხარ და ვითომ ეს ამ პერიოდმა შენ ძალაუნებურად თუ იმით გადაგაგდებინა ეს წამალი, მაინც უმეტეს შემთხვევაში ისე ვიღებს, ხო? მაგას ვიზახი რომ ეს ქცევა კი შევიცვალე. მაგრამ ჩემი ემოციები და ჩემი ნერვული სისტემა ვერ ისწავლა და ფსიქოლოგიური მიჯაჭვობა კი არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ფსიქოლოგიური, ნერვული სისტემიდან მოდის ფსიქოლოგიური მიჯაჭვობა. ჩვენ რომ ნახოთ ტრავმა, აი უბრალოდ ემოციური დეპრივაცია ადამიანის, სიყვარულის ნაკლებობა ადამიანში, ადამიანის სხეულში რა ფიზიკურად როგორ მოქმედებს ის ყველა ორგანოზე თითქმის ეს არის სასუნთქი აპარატი კუჭის ყველაფერი ინგლისურად მომდის თავში და მაგიტო ლაპარაკობნელა გადამამუშავებელი digestive system მომნელებელი სისტემა კუნთები ყველა ამ წერტილში თავსდება ტრავმა. ისის ხორცებ, ხო? ისის ხორცებ. ესეთი ძალიან კარგი წიგნი არის Body Keep the Score. სხეულს ყველაფერი ახსოვს. რუსულად წელაპომნიცო ეგ ხო არ არის? წელა всё помнит. ეგრე არის. ვანკლუკ ბესელი არის ავტორი, ყოფილი ფსიქიატრი, რომელიც ჰუმანიტარი ფსიქოთერაპევტი გახდა და ნუ მაგას საერთოდ ეს რაღაც ამბობს, რომ აი მედიტაცია უფრო კვლევა არის, რომ მედიტაციური ფსიქოთერაპიით და აი ამ
ჰოლისტური მიდგომით უფრო მეტი ადამიანი განიკურნა ვიდრე talk კი მეცვენია ეგ სხვათა შორის გადავლებული მაქვს თვალი და საინტერესოა ძალიან კარგი კვლევაც არის ამას დადებული მთლიანი კაცო დენიელ გოლემანს აქვს საერთოდ წიგნი ეს ემოციური ინტელექტი აქ ერთი წიგნი ძალიან კარგი და მეორე აქ რატომ მედიტირებთ why we meditate 7 გზა აქვს მედიტაციის ხო გადაუხვიეთ იმიდან არა და აი ზუსტად კარგი ის დასვი ეს რაც თუ შენ ჩვენთან სარეაბილიტაციო ცენტრში ზუსტად ეგ მაგაზი არის მორგებული რომ კომპლექსური მიდგომა გვაქვს რა ანუ მის ბიოლოგიაზე ვმუშაობთ ანუ ფიზიოლოგიაზე მის ფსიქოლოგიაზე ვმუშაობთ ფსიქოსოციალური პრობლემა არის და სოციალურად მუშაობთ მასთან და სოციუმში მუშაობთ რა ანუ არ ვაძლევთ იზოლაციის საშუალებას სულ არის მასთან ლაპარაკი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა კიდე მედიტაციური თერაპია body work-ი ანუ სხეულზე ორიენტირებული თერაპია. ანუ მრავალფეროვანია და ძალიან კარგია ეგ მომხმარებლისთვის და კი, მრავალფეროვანი მიდგომა არის, იმიტომ რომ თვითონ მოხმარება არის კომპლექსური. არა მარტო მომხმარებელთან მუშაობთ, არამედ თელ მის ოჯახთან მუშაობთ. კი. კვირას გვაქვს ოჯახებთან შეხვედრა. კონსულტანტები და ცენტრის ხელმძღვანელები ყოველდღიურ კავშირში არიან მათ მშობლებთან. ცოლებთან, დედებთან, ძმებთან, ვინც caregivers, ვინც მათზე ზრუნავს. უკავშირი არის ყოველდღიური. მოკლედ სისტემა თავს არ გზნობს როგორც პაციენტი, არამედ როგორც სერვისის სარგებელი ადამიანი. ჩვენ არ პაციენტს არ ვეძახით, მე კლიენტი ან ბენეფიციარი. ოჯახში, თითქოს ოჯახშია იგრძნოს. აი ოჯახური გარემოც არის რა თვითონაც. და ასევე მინდა მეხსენებინა, რომ არაერთი ანონიმური ჯგუფის წევრმა განაცხადა ზოგმა საჯარომ, ზოგმა წიგნში და ეს მრავალხრივ არის ნახსენები, რომ თითქმის ყველა ჯგუფში ვისაც ეკითხებოდნენ, რომ რატომ მოიხმარდი შენ ნარკოტიკებს, აი ამ ფუძეს ეძებდნენ, ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თითქოს ბავშვობაში აკლდა სიყვარული და პრინციპში იგივე რასაც შენ ამბობდი და ეს არის ფუძეო ამისი და ალბათ ბოლომდე 100% ეთანხმება. ნამდვილი სიტყვა არის დღეს არ გვითქვია და თანადამოკიდებულება. ხო, მაგაზეც გადავალთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან აი თუ ვინმეს უნდა რომ თანადამოკიდებულება გაიგოს რა არის, ვურჩევ ესეთი წიგნი წაიკითხოს, ინგლისურად ქვია თუ რამე ჩავაგდებთ ლინკს ან ფოტოს ამოვანათებთ რო გაგახსენდება რუსულად ქვია разрушение созависимости მოკლედ ბერი ვეინ ჰოლდები არიან სოლკმანი რა და მეორე არის flight from intimacy ანუ ინტიმურობიდან გაქცევა ეს ორი წიგნი არის თუ ვინმეს უნდა რომ წაიკითხოს რა არის თანადამოკიდებულება და კონტრდამოკიდებულება და რა ტრავმებს იწვევს და რა ხდება საერთოდ აი ამის გარშემო ურჩევ ამ ორი წიგნის წაკითხოს. ისე ვიქამდე მივდივართ რომ ნარკოდამოკიდებულება გვეხმარება ილუზიურად რა თქმა უნდა მოვაგვაროთ აი ეს პრობლემა რომელიც გაჩნდა ბავშვობაში სიყვარულის ნაკლებობის ან ავტონომიის. ანუ ან მე ავტონომია მაკლია, რომ რაღაც მიზნები დავისახო და მივახციო ამ მიზნებს და ადამიანები სტიმულატორებს მოიხმარენ. ან სიყვარული მაკლია და ადამიანები მოიხმარენ ოპიოიდს. უკვე საინტერესო პარალელი. იმდენად ჩავიდა ფსიქოთერაპია ისე ღრმად ჩავიდა, რომ უკვე ვიცით ფსიქოთერაპიაში დაახლოებით რა ტრავმა რომელი ნარკოტიკის სახეობის მოხმარებას იწვევს. ანუ სეპარირას ავტონომია ვისაც აკლდა, მას აქვს დოპამინის ნაკლებობა. რას ნიშნავს ახლა დოპამინი ყველამ ვიცით ხო რა ნეირომედიატორი ხშირ შემთხვევაში ბედნიერების ჰორმონს ეძახიან და მე მგონი საერთოდ არ არის ბედნიერების ჰორმონი ეს არის რომ დავისახო რაღაცა მიზანი და მივახციო მიზანს და ეს დამაჯილდოებელი reward რო იტყვიან გვაძლევს ამას გვაძლევს ხო და ეს ნეირომედიატორი არის მან არის ჩართული მთელი დაჯილდოების სისტემა ლიმბურ ტვინში არის და ბაზისური განგლიები ქვია მაგას
მანდარი კიდე ამიგდალა, რომელიც სტრესი შემოყავს ჩვენს სტრესის რა პატარა არის თვითონ და რამდენ რამის განაგებს ჩვენს ორგანიზმში. ეგ არის სტრესის მიმანიშნებელი რა. სტრესი შემომდის თუ არა, პირველი ამიგდალა რთავს ალარმს რა, რომ აი მე სტრესი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. კაი, რა ამას გადავედით, მოდი ბოლომდე ვთქვათ. სტრესი შემოვიდა თუ არა ამიგდალაში, ან პატარა ამიგდალა რატო ქვია, ხო? ნუშის almond, ანუ ნუშიდან მოდის რა, ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ნუშს, თუ ლათინური. ნუშისებრი არის ამიგდალა, ნუშს წააგავს რა. პატარა უბანი არის ლიმბურტვინში. შემოვიდა მოგცა სიგნალი, რომ სტრესი არის ჩვენთან, ჩვენს ორგანიზმში და ეხლა ეს ინფორმაცია უნდა გადავიდეს ნეოკორტექსში. პრეფრონტალურ კორტექსში, ანუ წინატვინში რა, რომ რაციონალურად გავსაჯო ეს სტრესი რაც შემოვიდა, ამ სტრესს გავექცე, flight or freeze. გავიქცე, თავს დავესხა, თუ კიდე ერთი არის გავიყინო. ანუ ადრე ეგ ბუნებრივი თან დაყვება ჩვენ. ისეთი ნადირი თუ მოგზდოს რომ ვერ გაექცე, უნდა დაწვევა ტუტარი, ხარა დისოცირდე ასე ვთქვათ რა, ანუ ფრიზინგი გააკეთე. აი რომელი აქედან ავირჩიო, ეგ უნდა გავაკეთო რა. ეგ უნდა გავსაჯო, უნდა გავსაჯო რაციონალური ნაწილით ჩემ ტვინში. ამაზე პასუხს აგებს პრეფრონტალური კორტექსი. ხო და ტრავმამ გამოიწვია, რომ არ მაქვს განვითარებული კარგად პრეფრონტალური კორტექსი. რატომ? მე თუ ბავშვობაში მიწევდა გადარჩენაზე ძალიან ორიენტირება და სიყვარულს ვერ ვიღებდი, როდესაც ჩემი ტვინი ფორმირდებოდა, არ მიეცა ჩემთვის საშუალება, რომ ფორმირებულიყო ჯანსაღად და არ მიმეცა საშუალება, რომ development განვითარებულიყო ჩემს ტვინში ნეოკორტექსი. პრეფრონტალური ნეოკორტექსი, სადაც მე რაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებ. ამიტომ ბავშვებს თუ ბავშვობაში მოვაკელით სიყვარული, אז დასულ ასაკში მე მიჭირს ლოგიკური აზროვნება. იმიტომ რომ ბავშვობაში რომ ის მომენტი იყო, რომ მე ეს განვითარებოდა უნდა, მაგ დროს მე მიწევდა სიყვარულისთვის ბრძოლა და გადარჩენისთვის ბრძოლა. ეს ძალიან საინტერესო არის რა. ძალიან საინტერესო არის. და სხვათა შორის აქ რომ მოვდიოდი, რაღაცა კვლევას უყურებდი, ვკითხულობდი და ოქსფორდის თუ კემბრიჯის კვლევა არის. 80-იან და 90-იან წლებში აკვირდებოდნენ ბავშვებს და რომელი ბავშვები არიან ყველაზე successful წარმატებულები. თურმე წარმატებას განსაზღვრავს 2-3 წლის ასაკში ბავშვს შეეძლო თუ არა საკუთარი ოთახის დავაგება პირდაპირ გაგებით რა, სათამაშოების დავაგება, 4-5 წლის ასაკში უკვე ცოცხის და აქანდაზის გამოყენება, ან იატაკის სტილოთი, იატაკის მოწმენდა და ასე შემდეგ. ხო, აი ეს თუ შეეძლო ბავშვს 3-დან 7 წლამდე ამას თუ აკეთებდა, დაკვირვების შედეგად ეს ბავშვები ბევრად უფრო წარმატებული ხდებოდნენ. ეხლა აქ ნახე რა ხდება. ამ ბავშვებს ბავშვს ესეც უნდა დავიმახსოვროთ. აქაც ოქროს შუალედია ყოველთვის საჭირო, ნახეთ. ბავშვი დაიტრაუმება, ტრავმატულ გამოცდილებას თუ მიიღებს და მასში ტრავმა წარმოიქმნება, თუ მას იმ პასუხისმგებლობას მივცემთ, რომლამდე ჯერ განვითარებული არ არის. მაგალითად 5-6-7 წლის ასაკში თუ უწევს ბავშვს თავისი მშობლის მოვლა. თუ ძალიან ძნელია 7 წლის ასაკში მშობელს მოუაროს ბავშვი. ან სხვა ბავშვის ან თავისი პატარა დას მოუაროს. ესეთი რაღაცა კატეგორიულად აკრძალული. ბავშვს უნდა მივცეთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ის თავს გაართმევს. არა და საბჭოთა პერიოდში ეს რამხელა პრობლემა იყო, ეს გადაბარებები, ვიბარებები და მე ეს გაზრდილი ბავშვები ზდიდნენ მე უკვე შენ თაობებს და წარმოიდგინე რამხელა ჯაჭვი იყრება ამის აი ტრანსგენერაციული ტრავმა და გადადის ეს კოლექტიურად, ხო?
არის რამე მიდგომა რომ აი კოლექტივზე ვიმუშაო თუ ისევ ინდივიდუალურობით იწყება ყველაფერი ინდივიდუალურ თერაპიაზე შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ არის ძალიან კარგი მეთოდი, რომელსაც ახლა მე ვსწავლობ და უკვე საქართველოში ისწავლება ეს მეთოდი და ძალიან კარგი სპეციალისტი არის ამის მოგშა ფეიქარი, რომელთანაც მე ვსწავლობ სისტემურ განლაგებას და ზუსტად აი ამ ტრანსგენერაციულ ტრავმებზე ვმუშაობ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გვაკლდა ეს. ძალიან საინტერესოა, ეს არის პირდაპირ ველზე მუშაობა, ბერტ ჰელინგერის Family Constellations ოჯახური სისტემური განლაგება რა. ეხლა ვსწავლობ. ძალიან კარგი. ძალიან მიმიზი და ძალიან მომეწონა. სხვათა შორის წიგნის ქვია ყველაფერი შენით არ დაწყებულა. I didn't start with you. მარკ ვოლანის წიგნი არის, ყველას ურჩევ თუ ეს ხაზი აინტერესებს, ან ბერტ ჰელინგერის რაიმე წიგნი დაგუგლონ, ნახონ და მოიძიონ. კი, ამოყრით თუ რამე. ძალიან საინტერესოა რა. ძალიან კარგია ეს ბაბუის ნაჭამმა ყურძენმაო, შვილიშვილს მოჭრა კბილებიო, ხო არის ესეთი რაღაცა. ეზიკეილს აქვს მე მგონი, ხო, ბიბლიაში. სულ აღთქმაში. ხო, და აი რა უნდა მეთქვა კიდე, ნახე. აი ხო, გაგზელე ტრამაზე ვლაპარაკობდით, ხო, ანუ ბავშვს რო ავალებენ ზედმეტ პასუხისმგებლობას, ეს არის ერთი და მეორე ამ დროს, როდესაც ბავშვს ვაკლებთ პასუხისმგებლობას, მის საქმეს ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ სწავლობს ავტონომიას, ანუ ავტონომიურობას ვერ სწავლობს. კი. და აღარ შეუულია რაღაცების დაგეგმვა და იმის მიღწევა. და ბავშვი თუ წარმატებული არ იქნა თავისი ოთახის დალაგებაში, ის ბიზნეს ვერ დაალაგებს. რო გაიზრდება და ნუ მოთხოვთ მე რომ თუ ულაგებთ ახლა ოთახს ბავშვს და თუ ყველაფერს ლანგარზე მიგაქვთ ბავშვთან და მხოლოდ სწავლას თხოვთ. არა, ის ადამიანები კვლევა არის რა, რომ არც სწავლა არ გახადა ეს ადამიანები წარმატებულები და არც ვინმეზე უფრო ნიჭიერი იყო, არც ვინმეზე უფრო. აუცილებელია რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ თავზე და ისწავლონ ამის გაკეთება, ეს ერთი. მეორე და აუცილებელ ფრაზას გეტყვით. პასუხისმგებლობა თუ არ არის არჩევანი და ეს თუ დაძალებულია, ეს არის მაშინ უკვე დასჯა ადამიანის. პასუხისმგებლობა მაშინ არის პასუხისმგებლობა, როცა მე მაქვს არჩევანი, ანუ გავაკეთე თუ არ გავაკეთე. ანუ შენ თვითვე იღებ ამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას მე თუ ვიღებ, ეს არის უკვე პასუხისმგებლობა. თუ ამ გადაწყვეტილებას მე თავს მავლებენ და ეს არის იძულებული, მაშინ ეს არის ადამიანის დასჯა და ეს აღარ არის უკვე პასუხის აღება. 100%. მაინტერესებს აი ზოგადად აი საქართველოს ისტორიაში რა, რაც კი ეს ნარკოეპიდემია ყოფილა და ეს მოხმარების პიკები, მიიჩნევ თუ არა, რომ დღეს არის ყველაზე სავალალო მდგომარეობა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ცალსახად, იმიტომ რომ ამდენი ნარკოდამოკიდებული საქართველოში ერთად არ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან ადვილი გახდა ხელმისაწვდომობა. თვით 90-იან წლებშიც. წლებშიც კი. რატო მაშინ კიდევ ვამბობ, რომ ნახე, მაშინ რომ წამალი მოგეხმარა, ცოტა ბლატაობაც უნდა გწოდნოდა და მოყოლაც უნდა გწოდნოდა და ცოტა ქუჩური ცხოვრებითაც უნდა გეცხოვნა. რაღაც კაი ტიპობასთან ასოცირდებოდა. კი, ანუ ჯერ კრიმინალი იყავი და მე ხდებოდი ნარკომანი. და ეხლა შეიცვალა ცხოვრება, ჯერ ხდები ნარკომანი და მე შეყავთ ეს კრიმი. გინდა არ გინდა, ხო. ანუ ყველაფერი იცვლება და დროც შეიცვალა. ანუ ნარკოტიკი იმდენად ხელმისაწვდომი გახდა, რომ ისეთი ადამიანები მოიხმარენ ნარკოტიკს, რომ ხანდახან უყურებ და მეთქი შენ როგორ ყიდულობდი ნარკოტიკს და ინტერნეტით რომ პასუხობს, ანუ ჩემ დროს ნარკოტიკი რო გეყიდა, თელი ჩალიჩი და ისეთი ტიპი უნდა ყოფილიყავ, გაზრომა გამოძრომა უნდა გწოდნო და ვიღაცის რაღაცა უნდა მოგეყოლა. რაღაც უნდა გექნა, რომ კი, მაგრამ ნახე აქ რა არის მთელი საშინელება და ჯოჯოხეთი. ადრე როგორც ვიცი და გვსმენია ხო, რაღაც იცოდი მაინც ადამიანი რას იკეთებდა და რაღაცა რომ მოგივიდო და რაც სახელი ერქვა. იცოდი ვისთან მისულიყავ, მოყიდა ეგ. ვინ მოყიდა, რას იღებ, რა დოზა უნდა მიიღო და ეხლა არის სრული განუკითხაობა იმ მხრივ რომ შეიძლება რაღაცა გამოიწვევდეს ხო რაღაცა ხო A პროდუქტი მიიღო, B შეხვდეს, C შეურიონ და უბრალოდ გარდაიცვალო. ერთი მოხმარებით ამ წამლის, ამ ნარკოტიკით მოკვდე. ანუ მოკვდე ან რეალურად ან გარეკო. ნუ რეალურად რაღაცა შეიცვალოს შენში ტვინში ისე რომ რაღაცა აშლილობა შეიძლება ჩამოგიყავდეს. აი ხო შეიძლება აი სრულია ჯამთელი კაცი. ერთმა მოხმარებამ ერთხელ მოიხმარა და
всё ეხლა ისეთი ნარკოტიკია შესაძლებელი რა. ეხლა დღეს რაც ხდება. აი მაგიტო ვიძახი რომ ეს ყველაზე სინთეთიკური ყველაზე ნარკოტიკია. საშინელი იმის პერიოდია. პროპაგანდას არ უწევ ძველი ნარკოტიკი კაი. არა, არაფრის პროპაგანდას არაფერს არ უწევთ. ეხლა საშინელება ხდება. უბრალოდ ვადარებ სიტუაციას. და ეხლა ნახე კიდე რა ხდება საქართველოში. ძალიან ბევრი ქალი მომხმარებელი არის. სტატისტიკურად. მოიმატა. და ძალიან ბევრმა ბავშვმა დაიწყო მოხმარება. ანუ ჯენზის თაობას რასაც ვეძახით, ხო? კი, სკოლის მოსწავლეებშიც შევიდა. ეხლა ნახე რა ხდება. ჯერ კიდე ჩვენ ამ მომხმარებლებთან ვამბობთ რომ ეხლა სავალალო მდგომარეობაა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ესენი რომ ამათ რო შვილები ეყოლებათ. იმიტომ რომ ჯერ მათი ტვინები არ არის ფორმირებული და მოიხმარეს ეს ალფა პვპ-ები, რომლებმაც სერიოზული ნაკვალევი დნმ-ის დატოვა. დაზიანება, ხო, გენეტიკური. მათ ტვინის ქერქზე. ეხლა ნახე რითი განსხვავდება და მაგათ შვილები რო ეყოლებათ, იმათ არა იქნება კაცმა არ. კაცმა არის ის. მართლა არ ვიცით ჯერ. ეხლა ნახე რა ხდება. ისევ და ისევ ვამბობ რომ არანაირ რა ქვია ერთგან სიტყვა ვიხმარე და დამავიწყე ხო ხედავ რაღაც უკვე არავის არანაირი ნარკოტიკის პროპაგანდას არ ვაკეთებ ხო. მაგრამ ეხლანდელი ეს ალფა პვპ და ის რას იწევს. ანდრე თუ ნარკოტიკს მოიხმარდი და შენ ტვინში ნეირორეცეპტორები ქრებოდა, ნეირონები ქრებოდა. ეხლა შეიძლება გროგ დაანებებ თავს ნეირონები ისევ აინთოს და ჩვეულებრივად ინფორმაცია ისე გადაეწოდოს ტვინს, სხვადასხვა უბნებს. ამ ამიგდალადან შემოსულის. ან რაღაცა დავინახე და გაიარა გზა. და მივიდა იმ უბნებში ტვინის, რომელიც საჭირო უნდა ყოფილიყო. რომ მისულიყო. ეხლა ნახე რა ხდება ამ ნარკოტიკმა, ახალმა ნარკოტიკმა ალფა პვპ დამატა. კი არ ჩააქრო ეს ნეირონები. დაწვა ეს ნეირონები ის რომ აღარ გდგება, ანუ მოკვდა ნეირონები. არ მოიძინე რა. აღარ მიეწოდება ანუ ინფორმაცია ვეღარ დადის ტვინში. შემოდის პირდაპირ ამიგდალაში, მაგალითად სტრესი რო всё, მე თავი უნდა მოვიკლა და ადამიანი პირდაპირ აკეთებს ამას. ვის არ შემოგსულია ახლა ხო მაყურებელიც დამეთანხმება რომ არ არსებობს ადამიანი ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვი რომ თავს მოვიკლა ბოლო-ბოლო. მაგრამ ორ წამში გითქვია რომ აი ეს რა თავს მოვიკლა. ეგრე გადაგიტანია ყურადღება რა თავს მოვიკლა, არა ის რასულელური აზრი. მაგრამ აქ უშუალოდ უქნია. აქ შემოგივიდა აზრი და უბრალოდ წეგან ის გზა რო დავხატეთ რომ ნეოკორტექსში უნდა გადავიდეს, აქ ნეოკორტექსამდეც აღარ მიდის. და უკვე ხდებიან ფანჯრიდან. ხო პირდაპირ ანუ სხვა რეალობა აღარ არის. ერთი რეალობა ხდება. აი NLP-ს აქვს ესეთი რუკა არ უდრის ტერიტორიას. და ბევრი რუკები გვაქვს რა, შეიძლება ბევრი რუკები გვაქვს და ამ რუკებიდან ეს რუკა არ უდრის ტერიტორიას რას ნიშნავს? მოდი მარტივად რო ვთქვათ, ბავშვობიდან ვიბადებით სუფთა ფურცელზე და მე ჩვენ თავს რაც ხდება, ყველაფერი არის ამ რუკაზე. ბავშვობაში მე თუ დედა მიმატოვა, მე ვიღაც გოგო მიმატოვა, მე კიდე ვიღაც გოგო მიმატოვა, მე კიდე რაღაც ცუდი ურთიერთობა მქონდა. ხო, ეს ტრავმატულად მე ესეთ გოგოებს ვირჩევ, რომ ის დედის ტრავმა აღმოფხრა, მაგრამ მეორეს მხრივ მე კოგნიტურ ესეთი რწმენა მიყალიბდება, კოგნიტიური, რომ მაგალითად ყველა ქალი მიმტოვებელია. არ არის სანდო მაგალითად. ამ პირიქით ქალები რო იძახიან, ყველა კაცი ერთნაირია. ყველა კაცი ერთნაირია, ხო? ესეთი რწმენა მიყალიბდება, მაგალითად. ეს არის ჩემი რუკა უკვე, ხო? ჩვენ გონია რომ ეს რუკა ტერიტორიას უდრის, ანუ სამყარო ნახდათ ესეთი არის. ეგეთ ინტერპრეტირებას. ხო, ინტერპრეტირება ხდება. თერაპია რა შვება, ხო? აი ამ რუკის კრუგაზორი როგორ არის ქართულად? კრუგისა სოფხედველობას შლის, ხო? ანუ უფრო ფართოდ ვიწყებ ყურებას სამყაროს. და ვამბობ ესეთ რამეს, თერაპია გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ეხლა მე რასაც განვიცდი, კი მე განვიცდი, მაგრამ ეს ჩემია და ეს არ ეკუთვნის სამყაროს. ეს ჩემია. ჩემი გამოცდილებაა, ჩემია, მაგრამ სამყაროში შეიძლება კარგი ადამიანი და კარგი გოგო შემხვდეს, რომელიც მე არ მიმატოვებს და ოკეია.
ანუ ყველა ხალი ესეთი არ არის, ეს ჩემი გამოცდილება. აი ამას გვასწავლის თერაპია. და ეს რა თქმა უნდა, ეხლა მე ეს რაც ჩამოვაყალიბე, აი ამან ეს არის ტვინის ინფორმაციის მიმოცვლა, ხო? და რაღაც ქიმიური რეაქციები ხდება ჩემ ტვინში. ეს ახალი ნარკოტიკი იმას შვება, რომ ეს რეაქციები ჩემს ტვინში აღარ ხდება. ანუ ინფორმაცია აღარ გადაეწოდება ერთი უბნიდან მეორე უბანს, იმიტომ რომ არ არის ნეირონები, დამწვარი არის. და ის აღარ აღდგება. ესეთი ნარკოტიკი არის ფენტანოლი, ესეთი ნარკოტიკი არის კოკაინი, ესეთი ნარკოტიკი არის მეფედრონი. და როგორც ვიცი, თითქმის ყველა რაც დღეს ხელმისაწვდომია ამ შავ ბაზარზე, ურევია. თან კუსტარულად კეთდება, ხო ეს ნარკოტიკი? ხო, როგორც ახლა ჩვენ ინფორმაცია გვაქვს საქართველოში. ამაზე საუბრობენ საჯაროდაც და იმდენი არის კუსტარულადაც კეთდება რა. იმდენი არის ეს ნარკოტიკი. იმდენი არის ეს ნარკოტიკი საქართველოში, რამდენი შემოტანა არ არსებობს. ალბათ აქ არის რაღაცა ლაბორატორიები და აქ კეთდება. კი, იმიტომ რომ ეს ნახე, კონსპირაციულ რაღაცას კი არ ვიძახი. ეს მარტო იმას ხო არ ურტყავს, ანუ მარტო თაობებს იმას ხო არ ანგურებს. ეხლა შენ თქვი რომ ჯენზის წარმოიდგინე ჯენზის რო შვილები და გაუჩნდება რა იქნებაო და აქ კიდე ნახე რა შემოდის შობადობაზე მეტი ქართველებს გვაქვს სიკვდილიანობა სამწუხაროდ დღევანდელი სტატისტიკით. და უმეტესობა თუ მომხმარებელია და ის შობადობა რაც იქნება სიკვდილიანობაზე ნაკლებივე ასევე ის შობადობაც ვერ იქნება რეპროდუქტიული ისეთი როგორიც უნდა იყოს ხო ანუ ეს უნდა ვთქვათ იმიტომ რომ ეგ მწარე რეალობა დღეს დგას რა და შენი მხრიდან ჩვენ ყველამ ჩვენი მხრიდან რაღაცით უნდა მეტი მივიტანოთ ადამიანებამდე რომ ამას სერიოზული თვალით შეხედონ ამ ყველაფერს და სოციუმსაც ძალიან დიდი როლი აქვს. მარტო მე შენ და ესე კონკრეტულმა პიროვნებებმა და სპეციალისტებმა კი არა. სოციუმმა უნდა გააანალიზოს, გააცნობიეროს ეს პრობლემა, რომ ახლა დგას. თვითონ პასუხისგებლობაც აიღონ თავის თავზე, რომ რახან შენ დამოკიდებული არ ხარ, არ ნიშნავს, რომ ან ხო ერთ ოჯახს ვერ მეტყვის, ვერავინ ვის ოჯახშიც ირგვლივ ერთ დამოკიდებულს მაინც ვერ იპოვის, ხო? ნებისმიერი ადამიანი, ყველა ოჯახში. ქართული კი არა, არა, ყველა ოჯახში რა. 98% არის თანადამოკიდებული ქცევის მატარებელი. სოფლიოში სტატისტიკა არის სხვათა შორის იმ წიგნებში რომელიც წეგან ჩვენ თქვით რა, რომელიღაცა კვლევა არის და შეგვიძლია. კი, იმიტომ რომ ხო არის აი 98% ადამიანები რომ აი ეს ჩემამდე ვერ არ მოდის ეს ჩემი თემა არა. ამ დროს არის, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ შენი შვილი იყოს, მან ჯვარი გეწეროს. ან შენი მეზობელი, ან შენი და ამიტომ მე მგონი საჭიროა. ეს ზუსტად ის თქმა არის, რომ ნარკომანი რო იძახს, რომ მე არ მომივა. ხო. ზუსტად იგივეა. ხო, მომხმარებელი, სანამ დამოკიდებულებამდე მივა რა. არა, რაცო აქედან ეგ ჩემი არ არის. ადიქციამდეც. კი. აი ხა მინდა რომ ეს შემდეგი ფაზა გადავიდეთ ახლა უშუალოდ გამოსავალზე, ოღონდ არა ისეთ გამოსავალზე, რაც ნუ ზედაპირული, არამედ აი შენ რასაც მიიჩნევ, რომ ყველაზე ეფექტური გზა ეგ იქნებოდა და ასევე იმ პრობლემასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ უშუალოდ ნაკლებობა აი ხა ძალიან ცოტა ცენტრია, ხო? აი ხა შენი ცენტრი მაგალითად ძალიან კარგი ცენტრი, შეიძლება არ იყოს ყველას. ან რაზეც გუშინ შენ დებატებში ისაუბრე, რომ ფასთან მიმართებაში აუცილებლად თავრობა უნდა დაინტერესდეს, რომ ეს ხელმისაწვდომი გახდეს. და ამის საშუალებაც უნდა იყოს და დღეს საშუალებაც არა აქვს ხალხს, ხო? რომ ელემენტარული მაგის კი არა კი ბატონო. აი რა გეგმა გაქვს შენ პირადად, შენი ხედვა რა არის, რომ ამ პრობლემას ნუ მიზანი ერთი გვაქვს ყველას, ხო, ნაკლები ნარკომომხმარებელი, ნაკლები სიკვდილიანობა და მეტი ჯანსაღი თაობა. ეს არის მიზანი, ხო, ყველასი. მაგრამ შენი ხედვა რა არის ამ გამოსავლის? ჩემი ხედვა ესეთია, რომ ყველანაირმა საქმემ, რასაც ვაკეთებთ, ამ საქმემ უნდა მივიყვანოს აუცილებლად ღმერთთან. საქმეს თუ არ მივყავართ ღმერთთან, ეს საქმე შეგიძლია მიატოვო რა. რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, იმან უნდა მივიყვანოს უფალთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ საპატრიარქოც შეიძლება ჩაერიოს ძალიან კარგად და მე ახლა უკრაინაში ვიყავი ძალიან დიდი ხანი, იქ მუშაობდი, სანამ ომი დაიწყებოდა და ძალიან ბევრი ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი. და სხვათა შორის ყველაზე კრიზისულ ცენტრებს მაბარებდნენ ხოლმე ყოველთვის რა ერთ ცენტრს წამოვიწევდით წინ გადამიყვანდნენ ისევ კრიზისულ ადგილას, სადაც ძალიან კრიზისი იყო ხოლმე რა.
არ ვიცი ალბათ კარგად ვარ თმევდი იქეთ ადგილებში თავს ამოცანებს. ძალიან კარგად მახსოვს რა დიდ როლს თამაშობდა ეკლესია რუსულ ეპარქიაში ვიყავი იქ ეკლესიაში უკრაინაში. ეხლა არ ვიცი რა ხდება ამ ხრივ ნამდვილად. ძალიან დიდ როლს თამაშობდა თვითონ სარეაბილიტაციო ცენტრებში. ძალიან ეხმარებოდა სარეაბილიტაციო ცენტრებს. ძალიან ეხმარებოდა რა მხრივ ეხლა საპატრიარქოს ძალიან დიდი გავლენა აქვს დღესდღეობით საქართველოში. ძალიან ბევრი ხალხი ემხრობა მას და უმრავლესობა ხო რომ პატრიარქმა რო თქვას რომ ეს გააკეთეთ 98% 90% ამას გავაკეთეთ რა მეც მათ შორის. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ საპატრიარქო ჩაერთოს რაიმე პროგრამა შევიმუშაოთ ერთად. მე არ ვარ ერთადერთი ცენტრი, არის ძალიან ხელჩამოთვალო შემილია, ეს არის გამოსავალი, არის რესტარტი, არის ძენი, ეს რაც მე ვიცი. ხო, ეს სამი ვიცი. ვინმე არ გამომჩეს ბიჭებო არ გეწყინათ. ეს სამი ცენტრი ვიცი რაც არის, იმიტომ რომ ძალიან ახლა მეგობრობ ბიჭებთან ყოველასთან და ასე თუ ისე ერთმანეთს ვიგებთ ხოლმე რაღაცა ამბებს. კიდე არის თანადგომა სხვათა შორის რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს ახლა ბაზარზე როგორც მე ვიცი რა. მოკლედ ჩვენ მთელი არსი არის რომ ჯერ გავერთიანდეთ ეს ცენტრები რაღაც ალიანსი ჩამოყალიბდეს და რაღაცა ასოციაცია ჩამოყალიბდეს და უკვე ამ ასოციაციით წავსდგეთ სახელმწიფოსთან რა. მეორე არის აუცილებელი სახელმწიფოს ჩართულობა და ჩვენთვის აი ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ერთი რომ არ შემოგხედოს სახელმწიფო ისე როგორც ბიზნესად, იმიტომ რომ მე არ უყურებ ჩემს საქმეს როგორც ბიზნესს. რატო ეხლა? ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ ძალიან არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ეთქვას, რომ მე მინდა გამოჯანმრთელება და მე მისთვის უარი მეთქოს. ფინანსურ ნაწილს თავი დავარებოთ. არ ყოფილა რომ მე მეთქოს ადამიანისთვის უარი. რომ აი არ მაქვს თასო და მინდა გამოჯანმრთელება. მოდი. არასდროს უარი არ მithქვამს რა. ამიტომ სუმზად ვარ ხოლმე რომ ადამიანს დავეხმარო რა ეგეთ რაღაცაში. ვიცი რომ საქმეს ვაკეთებ იმ საქმეს რომ ეს არ არის ჩემი პირადი თითქოს და ჩემი პირადი არჩევანი ხო ქრისტიანულად თუ შევხედავთ რა. მე ავირჩიე ეს გზა, მაგრამ ღმერთი მეხმარება ამ გზის გასვლაში რა. იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩემში არ არის სიკეთე, ჩემში არის სიკეთის წვდომა, რომელთა მეშვიდე, ხო? ჩემში არის რაღაცა ცოდვილი ნაწილი, რომელიც ცოდვისკენაა მიდრეკილი და ასევე არის ჩემში ის ნაწილი, რომელიც სიკეთისკენაა მიდრეკილი. ხო? ამიტომ ხო, რის თქმა მინდა რომ ამ საქმეს ვაკეთებ და ვიცი რომ ადამიანებს ვეხმარები, მაგრამ რამდენი შეიძლება მე დავაწვინო, ხო მეც ხომ ჭირდება სახსრები რომ 4 შვილი მყავს. რა თქმა უნდა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? მაგრამ რაც შემილია, იმით ვცდილობ რომ ამ ადამიანებს დავეხმარო, ხო? დავასაქმო მე ეს ადამიანები, რომლებსაც არსად არ იყვნენ სამსახურებში თუ ნაცნობობით არ მიიყვნენ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ის კრიმინალია, მიტოვებული ნარკომანი არის, ციხეში ანამყოფი და ასე შემდეგ. ბევრი სტიგმა და შანთი აქვს ამ ადამიანს, ხო? მეორე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, ჯანდაცვა უნდა ჩაერიოს რა მხრივ ახლა ჩემი აზრით. გაგვიმართოს ინფრასტრუქტურა ამისი. მოგცეს საშუალება რომ ტერიტორია და საშუალება რომ ჩვენ კომპლექსი მოვაწყოთ სარეაბილიტაციო. სარეაბილიტაციო კომპლექსი რას გულისხმობს? სპორტული აქტივობები რო იყოს, რომ იყოს შესაბამისი გარემო, სადაც შეიძლება ამ ადამიანებს თერაპიების ჩატარება და შესაბამისი თერაპევტების მოძიება, ამ კადრის დატრეინინგება და ასე შემდეგ. ჩაერთოს უნდა პრევენციაში საგანმანათლებლო სისტემა. სკოლებში ამაღლდეს ემოციური ინტელექტი. დენიელ გოლემანს აღარაჩვეულებრივი წიგნი და ძალიან ბევრი კვლევა არის ამაზე გაკეთებული. თუ
რაში რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი ადამიანის როგორც წარმატებაში, ისე წარუმატებლობაში და თუ როგორ ხდებიან ემოციური ნაკლები ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ციხეებში, კრიმინალში და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ნარკომანიაში და ასე შემდეგ. კი, ძალიან კარგი და ჩამოყალიბებული გეგმა და იმედია მუშაობაც მიდის პარალელურ რეჟიმში, ხო? იქნებს თავრობასთან რაღაც. თქვა საერთაშორის ეს საპატრიარქოს ჩართულობის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ერთი სიტყვით არ უნდა დაველოდოთ გაუარესებას, იმიტომ რომ მეტი უარესობა უკვე რაღაცაა, რომ ჩვენ რაღაცით გავერთიანდეთ და ასევე დავამატებდი მუდმივი ცნობიერების ამაღლება იქნება ეს. პოპულარიზაცია სპორტის, რასაც ასე თუ ისე თავრობა მართლა აკეთებს და წამოვიდა ბევრი სხვათა შორის აი ამ სპორტსმენების, ჩვენი სპორტსმენების წარმატებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდებზე. იქ ხვიჩა იქნება, იქ ჩვენი ნაკრები, იქ მთელი ბევრი არ მინდა ვინმე გამომჩეს, ძალიან დიდი. იმიტომ რომ მე ჩემ მაგალითზე გეტყვი, რომ არა სპორტი და რომ არა ეს ფიტნესი და ეს ჯანსაღი ცხოვრება შეიძლებოდა მეც გამევლო რაღაც ცუდი და არასახარბიელო და არალამაზი გზები. იმიტომ რომ ახალგაზრდაობას მართლა ვეტყვი მაგას, რომ ეს გადამრჩენელი გზაა რეალურად. ეს სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ერთ-ერთი ალტერნატივაა ამ იმისა, რასაც ავსებინებს მათ ეს ნარკოტიკი, ვითომ მგონია რომ ავსებინებს. ეს ენდორფინი გინდა, ეს ყოველ თვით შეფასება გინდა, ის რაც გაკლია რაღაც დონეზე გივსებს და თან გივსებს უკუჩვენების garaში. და თან ერთადერთი მნიშვნელოვანი პატერნი არის ბოდიბილდინგი და წონების აწევაში და ნებისმიერ სპორტში, რომ უნდა დაისახო მიაღწიოთ, დაისახო და წინაღობა გადალახე დარევორდდი, ძალიან კარგი. ხო. ამას შევეხეთ კი, რის თქმა მინდოდა, რომ სპორტი მნიშვნელოვანი საკითხია და სხვათა შორის სპორტული ხაზი თბილისის მერიაში ძალიან გვეხმარება სპორტული ხაზი რომელმაც გამოგვიყვეს რაღაცა სპორტ დარბაზები, ფიტნეს დარბაზები, როგორც საკალათბურთო დარბაზები, საცურაო დარბაზები, სრულიად უფასოდ ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრის მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებისთვისაც კი. შვენიერი. და აი მოდი მიწურულს მინდა რომ აი ეს საზოგადოებას მიმართო, აი კონკრეტულად 3-4 ესე რომ ჩამოვთვალოთ მომხმარებელს რომ მიმართო სიტყვაზე ვინც არ არის ჯერ დამოკიდებული, აი მაიმუნობს მიმართო დამოკიდებულს და მიმართო სოციუმს. ანუ გინდა თანადამოკიდებული იყოს ეს, გინდა მთლიანად ჩვენი საზოგადოება. აი რაც შენ გაგიხარდება, რომ თვლის საჭირო ცნობიერების ამაღლებას იმსახურებს თუ არა. მომხმარებელი, დამოკიდებული და მომხმარებელი ანუ ადამიანი ვინც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ხო, მაგრამ აი მაგრამ აქვს მიდრეკილება და სინჯავს და შესთავაზეს ან რაღაც. მაგ ადამიანს შევთავაზებდი ესეთ რამეს, რომ სადაც ეხლა არის და რასაც ეხლა აკეთებს. ეგ არის მისი სისტემა და ჩვენ ვართ ჩვენი სისტემა და ჩვენი ჩვევები, რაც გვაქვს და რა ის მიზნები, რასაც ვისახავთ. ამიტომ შეიძლება მიზანი დაისახო, მაგრამ შესაბამისი სისტემა და ჩვევები თუ არ გექნება, ვერ მიაღწევ. შენ თუ ეხლა კლუბებში დადიხარ, გულვაობას აყოლებ, წვეულებებზე მიდიხარ, ნარკოტიკს სინჯავ, ეს ჩვევები შენი მიზანს არ მიგაღწევინებს, რისკენაც მიდიხარ. ამ მიზანი ყველას დიდი გვაქვს. ანუ ის ეგზისტენციალური პასუხები იქ არ არის რა, რაც გონია. ჩავა ხო, რა თქმა უნდა. და ნარკოტიკი უბრალოდ ეხლა არის გაქცევის ერთ-ერთი ფორმა. ილუზია არის, რომელიც გაძლევს შენ ამ ავტონომიის განცდას. შეიძლება ეს სხვას არ მოусმინო, მაგრამ მე შეგიძლია მომისმინო, იმიტომ რომ პირადად მაქვს გამოცდილი რა არის. ნარკოდამოკიდებულს ვეტყვი აი ორ სიტყვი, აი ესეთ სიტყვები მინდა უთხრა რა, რომ გვიან არაზრუს არ არის რა. რამდენი წლისაც არ უნდა იყო და ფიქრობ, რომ
ჩემი მატარებელი უკვე წავიდა, ეგრე არ არის. ანუ სიფხიზლე იმდენად ნაყოფიერია და ლამაზია, რომ აქამდე სანამ ეს არ გავსინჯე, მეგონა რომ ანუ საერთოდ არ მიცხოვრია თურმე რა. ანუ ნარკოტიკს რომ მოიხმარდი, მეგონა რომ სხვა რო არ მოიხმარდა, რა პუნჩი არ მოიხმარს, ამა ვერ არის ეს. მაგრამ სიფხიზლე და აი ეს ცხადად სამყაროს შეგრძნება და თუნდაც ის ტკივილი, რომელსაც შეიძლება ყოველდღიურად განვიცდი და ვეხები, იმდენად ნაღდია და ნამდვილია, რომ აი ბევრად ჯობია იმ ილუზიას რა. აი ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემ თუ შენთან არ შეეხი ამას რა. ამიტომ გვიან არასდროს არ არის. და სოციუმს მინდა მიუმართო, რომ შიშიდან გამომდინარე ნუ ვაკეთებთ გადაწყვეტილებებს, ნუ გავჟით ამ ადამიანებს, ნუ ვიჭერთ და ნუ ვაცვალთ ჯვარს და ნუ ჩავქოლავთ ამ ადამიანებს. ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიყოთ ემპათიურები და ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე ისე როგორც შეგვიძლია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავარიყოთ ეს ადამიანი. არა. გარიყო არის შიშიდან გამომდინარე. ზრუნვა არის პასუხისმგებლობის აღებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა თამას, შენ ცოცხალი მაგალითი ხარ ადამიანებისთვის და ინსპირაცია, мотиваცია და ისე გააგრძელე და წარმატებებს ისურვებ. გაიხარე და ყოველივე საუკეთესო. ნახვამდის. კარგი. ნახვამდის მაყურებელს.